4 3 ჯურს ვაკეთებთ. მეორედ გავიარე 4-ვეში. თავიდან ყოველთვის ყველაფერი იბლანდება. მოვჭემეთ ისე არა რომ რამე დავიმართოთ. ეს არის კუდი. კუდი ნიშნავს დასაწყისს. ეს მიმართულება რო არ შეგეშალოთ. კიდევ ერთხელ გავედი. რა თქმა უნდა გავიხლართ. ეს კუდი რა სულ ჩანდეს თქვენთვის. კუდი ნიშნავს დასაწყისს. ავდივართ ზემოთ. ისევ 2. ისევ 2 კი არა, ახლა 2. 1. ახლა გავივლი ყველაში. ამას აკეთებთ ნებისმიერი მძივით, წვრილი, სქელი, ხელი, ჟღვალი, 4-კუთხედი, ანუ ნებისმიერი. თქვენი გემოვნებით. მე არჩევანი ამაზე შევაჩერე უბრალოდ იმის გამო, რომ სწრაფად მოიქცოვება და ნახავთ სწრაფ შედეგს. ეხლა ისევ ავიღე 2, მოკლედ რაღაცა პერიოდი მინდა რომ იყოს მხოლოდ ოქროსფერი და ამიტომ ვაკეთებ მხოლოდ ოქროსფერს. ისევ 2. ხა რატომ აქვს აქ ეს წითელი მძივი? სილამაზისთვის არ მაქვს. წითელი, შავი, ნებისმიერი, რომელიც თქვენს გულს გაუხარდება. თუ ვიპოვეთ აი ეს. ახლა თავიდან და ყურადღებით რა გავაკეთე.
აი ეს ჩდება. აქ შემეძლო რომ ოქროსფერი ის მეხმარა ძაფი და არ გამოჩნდებოდა. მაგრამ კიდე უფრო უარესაც დავიხლართებოდა ეს კიდე უფრო მეტად ხლართავს და ამიტომ მირჩევნია რომ შავი ჩანდეს on დაგიხსნათ. და ამის ტარებას არ ვაპირებ თან. ეხლა გავდივართ ერთში. აქ გავიარე ერთ იმაში რა ქვია, ხო, ძივში. გავასწორეთ ეს. ეხლა ავიღე წითელი თვალი. ჩაჭდა და გავიარე ორში. ცოტა მოჭიმვა აკლია. როცა ცოტა მოჭიმვა აკლია, რას ვაკეთებ? ჭიმავ. აი ეს. და თახფრთოვანებული მე ამბეთ ახლა არ ვარ, მაგრამ საჩვენებლად კარგი ზომაა. მე გაჩვენებთ რითი ვარ ახფრთოვანებული. ეხლა ესე გამეორდება მუდმივად. 3 რიგი მაქვს. თვალის გარეშე. ვამატებ თვალს. ეხლა მინდა რომ იგივე გავაკეთო. ეს გასაგებია მე მგონი, ხო? მოკლედ ბოლომდე მივალ და მე ამას შევაერთებ. სამაჯურად. ეხლა მინდა გაჩვენოთ ეს გავწიე. აი ამ მეთოდით რა გამოდის ბისერით. როგორია? ესეც არ არის შედევრი, მაგრამ დამწყებისთვის არის ძალიან კარგი. მე გავაკეთე ცოტა გრძელი, იმიტომ რომ შემიძლია გამოვიყენო იმათ, რა ქვია, სამაჯურათაც შემიძლია გამოვიყენო. მე ორჯერ მწვდება ხელზე, უფრო წვრილ ხელზე იქნება, შეიძლება 3ჯერად შემოწდეს, ან გავეკეთო ყელსაბამად. ეხლა ვცადოთ ბისერით. ეს მოვაშორე. ეხლა ისევ ეს მოვაშორე. ეს გაჩვენეთ. ნიდოს აქ.
კვანძავ. ხარისხს რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს, ეხა მივხვდებით. ვიღებ 4 ბისერს. ეს ოქროს ფერზე ნანახი გვაქვს. ჩამოვედი. ბოლომდე. პატარა კუდი დავტოვე. აქ ყველაფერი გვიჭირავს, არაფერი არ უნდა დაგვეფანდოს. 4-ვეში გავიარე ხელმეორედ. ვუჭიმე. ავდივარ ზემოთ. გვახსოვს, რომ მიმართულებას ვიგებთ აი ამ კუდით. ეს არის ბოლო ზემოთ. ამას იმიტომ ვიმეორებ გიჟივით, რომ ძალიან ხშირად იხლართები ადამიანი. მოკლედ პირველად ავიღეთ 4 და შემდეგ ყოველთვის ვიღებთ 2 ბისერს. აქაც ერთხელ კიდე გავივლი. ყველაში. Good chance. ავიღე 2 ბისერი. გამოვედი. მეთეორში გავიარე და მე მგონი ეს წითელი ძალიან დიდი იქნება. არ მინდა წითელი. ეს არის ლურჯი. ოღონდ. ეს ძალიან მუქია. მოდით რაღაც ისეთ ავიღოთ, რაც გამოჩნდება. გავაკეთოთ აქაც ოქროს ფერი. ნახოთ სად ვართ. იცით რა? ეხა მინდა რომ ყველა დაუმატო ჯერ. თქვენმე არ მომბაძოთ. კაი გამოდის ესეც. 2 ცალი როცა გრჩება, 2
წება იმის ბისერის მაშინ გავდივართ ერთში ვიღებთ ისევ ერთ ბისერს იმას ოქროსფერ ბისერს სათვალე მომდრო ბოდიში ჭიმავ არ არის ცუდი მე ძალიან მაინტერესებს გამოვა რამე თუ არა გრძელი ძივებით ამებს ყველაფერს დავამთავრებ ამ შავსაც ეხლა ძალიან შუაღამეა და უბრალოდ ძალიან მინდოდა რომ მეჩვენებინა აუ ძალიან ლამაზი გამოდის არა ცოტა კიდე გავაგრძელოთ და ერთი ვარიანტი კიდე მინდა რომ ვცადოთ თქვენთან ერთად აჰა გამექცა ზემოდან ქვემოთ ხალხო საერთოდ თუ რამე შეგეშლებათ პრობლემა არ არის იმიტომ რომ თუ არ შეგეშალოთ ესე ვერ ისწავლეთ თან აქ არ არის წესები და კანონები თქვენ თვითონ როგორც მე მივხვდი აი რაღაცები არის რა ელემენტარულები რაც აუცილებლად უნდა ისე გააკეთოთ როგორც წესია ეს წესი ვინ მოიტანა არ ვიცი ვიღაცამ მოიგონა ეს მეთოდი და ადამიანები მიხვდნენ რომ ეს არის რაღაცა საბაზისო ცოდნასავით და იმას ქნეს რა ქვია აიტაცეს და მე ყველანი ვიყენებთ ამას და არ ვედავებით ავტორს ოღონდ ავტორი არავინ არ იცის ვინ არის ან იშვიათად იცის ოღონდ არ ამბობენ მაგრამ ისე როცა გაუთამამდებით ნებისმიერი რამე შეგიძლიათ მოიგონოთ ჩაამატოთ გადააკეთოთ თავარი ლამაზი გამოვიდეს ამიტომ თამამად ესეც არ მოვჭიმე და მოვჭიმოთ აი რა ვშვები რომ ვიხდე რომ არ მოვჭიმე არაფერი პირველი ავიტანე მეორე ავიტანე და მე ქვემოთ მოვდივარ ეს ძაფები საკმაოდ რთულად წყდება ამიტომ პრობლემას არ გვექმნის აი ესეც ასე ეს მეორე ვარიანტი ეს პირველი ვარიანტი გვაქვს დასრულებული ეხლა მინდა რომ რადგან გამახსენდა აბა თუ გამოვა ვნახოთ ის გავწე ხა არამერიოს იმებში ოქროსფერებში მოდი აქ ვერ ძალიან რთულია გამორჩევა აი ეს წითელი დავაბრუნე აი ამებზე მაქვს ლაპარაკი ავეღო ნემსი
ამ ნემსების დაკარგვის მეშინია ძალიან. ძალიან წვრილია. თან უძაფოდ დაკარგვის ძალიან მეშინია, იმიტომ რომ სახლში მყავს კატაც და ძაღლიც. რაღაცნაირად ცხოვრობენ ერთად. ამიტომ სულ ვითვლი, აი ერთი ნემსი მაქვს ეხლა ვიღე მეორე, ხო? სანამ არ შევინახავ ამას ორივეს. აქედან აქ არ ვტოვებ. მაგიდაზე არ ვტოვებ. აუცილებლად იმ რკინის იმაში ვდებ ჩასადებში და ვინახავ. ეხლა ეს ძაფი ვცადოთ. არ მინდა ძალიან გრძელი რომ არ დავიხლართო. ეხლა ამან წამომიარა და მომინდა რომ ესეც ვცადოთ და შეიძლება არ გამოვიდეს. შეიძლება გამოვიდეს. უნდა ავიღო 4, როგორც წესია. 1 2 3 და 3 4 ნახოთ რა გამოვა. აქაც გატკეპნილი გზით ვივლე და ოქროს ფერს გამოვიყენებ. გასაფორმებლად, შავი და ოქროს ფერი. თან სადავოც არაფერია რომ ერთმანეთს უხდება. ეხლა გავიაროთ ყველაში. ეს ნემსი ეყოფა სიგრძეში. ნახოთ. გადავკეთე პირდაპირ. მე თვითონ გადავკეთე, ანუ უიმე ეს გამოვა ხალხო, ესეთი წვრილი. ანუ რაღაც გამოვა. საერთოდ სხვა რაღაც გამოდის. 2 ავიღე, ანუ ეხლა მე წესებს ვიცავ, იქ რაც გადმოვაკეთე. აქ არაფერს არ გადავაკეთებ, მარტო ფორმა გადავაკეთე. გამოვწვერე. ეს არა ქვია, ძივი. როგორ ქვია მას, არ ვიცი, გრძელი ბისერი ალბათ ესე ქვია. არის შუშა, რომელიც ჭრის ძაფს. ამიტომ ფრთხილად. შეიძლება შეგვრჩეს ხელში გაწყვეტა. ნაწყვეტი ძაფის. ასე, მოდი აქ. ძალიან მინდა რომ ძივი ჩავა მაგრო. ნახეთ როგორ ვარ. აქ 2 იყო. ეხლა ამას შეკრავს, ან იმედი მაქვს რომ შეკრავს. აი ეს ოქროსფერი ბისერი, ღმერთო. დავიჭირე. აი აქ ვარ. გავაგრძელეთ. ნეტა რამე ჩანს. მე მგონი ჩანს. ავედი ზემოთ. ზემოთ მაღლა. ოპა. გაწყდა. ანუ აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა რამე. ისე ცუდი არ არის, მაგრამ რა იქნება ეს?
ისა, რა ქვია, ესეთი ვიწრო, გრძელი და არ იქნება საინტერესო. გაწყდეს. ეხა მინდა კიდე ერთიც დაჩავატარო თქვენთან ერთად. რა გამოვა? ეხა შენ გაიწია იქით. ესენი ეყაროს ყველაფერი, ნახეთ რა მოვაწყე. იყოს რა შავი ძაფი და არ იმას ვქნათ, რა ქვია. არ დამძრახოთ ერთი. ოპა. არა უნდა გადმოვყარო, თორე ხელებს ვიტკენ. ოპ. ბოდიში 1 2 ანუ მე ყველაფერს გაჩვენებთ 3 4 რა არის შესაძლებელი და რა არა ეს გრძელები მაინც და მაინც არ მოვიხიბლე იმიტომ რომ რაღაცა ვიწრო გრძელი ჯოხი გამოვიდა ეხლა უნდა თავი თან ვიმეორებთ ეს გავერე ყველაში აბა ნახოთ როგორ დადგება ჩემი განცხადება დასაწყისში რომ ყველაფერი შეიძლება გამოიყენოთ მე მგონი მართალია ესე იგი ისე მიმართულება ქვემოდან ზემოთ ამას ეჭვგარეშეა რომ თეთრი ძაფით უნდა გაკეთება ძალიან ამაზე იქნება აი თუ გაქვთ რაღაცა ბებიების ან დედების ძველებური ისინი რა ქვია მძივები რომელიც რა ვიცი ყველა სახში არის მე მგონი მარჯანი ქარვა ეს რა ქვია ძოწი ანუ დედების და ბებიების თაობის ძივები რომელიც ნამდვილად ვიცით რომ ძოწია ქარვა და ეხა აღარ ვიცით რა ვყიდულობთ არის თუ არა აჰა რაღაც გამოდის მოდით აქ დავამატოთ არა აღარ შემიძლია ეხლა მის გახსნა ისევ დავამატოთ ოქროსფერი და ყველაფერი დავყარე ჩვენივრად ჩდება მაინტერესებს ახლა თუ იმას ისევ მოიხდენს ეს მრგვალი კიდე იქ თვალს რატო არ უნდა მოიხდენოს ой რა საყვარელია ძალიან საყვარელია ეხლა ნახეთ რა იდეა მომივიდა თავში ეხლა ერთი შეგვიძლია რომ აი მრგვალ ვარიანტში ერთი კიდე დავამატოთ მაგრამ ის ოქროსფერი არ დავამატოთ ანუ ერთი რიგი აქ დავამატე აქ გავიარე კიდე ისე რომ მოჭიმე ისე რომ ოქროსფერი ეხლა უნდა დამემატებინა ოქროსფერი როცა ყველა რიგში ვამატებ და ჩაჯდებოდა შემდეგ რიგში ხო როგორც აი აქ მაქვს ამ შემთხვევაში მაგრამ ეხლა მე რა გავაკეთე ეხლა გავაკეთე ერთის გამოტოვებით დავამატებ ოქროსფერს
და ყვავილები იქნება. აი ნახეთ. ამას გავაკეთებ აუცილებლად რაღაცა ძვირფასი ქვით. და გაჩვენებთ მერე. ძვირფასი ქვით ძალიან ლამაზი გამოვა. აბა. თუნდაც ქელით. ეხლა ვამატებ აქ. აბა ნახოთ რა გამოდის. ვისაც ჩემი პირველი გაკვეთილი არ უნახავს, თუ გაკვეთილის მცდელობა, იმისთვის ვიტყვი, რომ მეც ეხლა თქვენთან ერთად ვსწავლობ. არა ვარ ამ საქმის პროფესორი, მით უმეტეს აკადემიკოსი. ხო, ესე გამოდის რა, ესე ყვავილები, ერთი ყვავილი, ორი ყვავილი საინტერესოა. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ეს ხელსაქმე კარგად ვისწავლო, იმიტომ რომ მილიონი იდეა მაქვს. და რასაც ვსწავლობ, თქვენს გასწავლით. ანუ თქვენთან მთლად მოუმზადებელი არ მოვდივარ, არ იფიქროთ. მაქვს მაგდენი პასუხისმგებლობა, რომ აი ეს იგივეს ვაკეთებ. არა. ორი არ შევხედე რას ვაკეთებდი. კაი, ახლა მრგვალით მე მომწონს. აი ეს კაი იქნება ესეც. რაღაცა მძივივით არის, იმისავით არის, ყვავილებივით არის. რაღაც საბავშვო სამაჯურს უფრო გავს. აი ხა ნახეთ. ერთი ვარიანტი. ამაზე გითხარით, რომ აი ესეთ მძივს შავი როგორიც ამაქვს, აი პატარა შავი. ამას ქვია დელიკა. ამას არ ვიცი რა ქვია. ნუ ეს მრგვალი ბისერია, ეს არის ალბათ 4 ზომა. ეს არის 2 ზომა. ერთი ვარიანტი, ორი ვარიანტი. 3 ვარიანტი. და ნუ ეს. ამას 2 დღე ვაკეთებდი. იმიტომ რომ საკმაოდ ის არის ბისერი. ეხლა ნახეთ, ცოტა მე იგრიხება. ამას დავდებ ნემსებით გავასწორებ და მე რაღაცა ქინძის თავებს ჩავარჭობ მოკლედ რა და მე დავადებ ზემოდან ტვირთს. ტვირთს რა, ორცალ წიგნს მაგალითად. და აღარ დაიგრიხება. ანუ მე როცა გითხარით, რომ ამ ნაკსოვის გამოყენება შეიძლება ყველა
ტიპის იმით, რა ქვია, მძივით მართალი ყოფილ ვარ. დავით, დღესაც რაღაც ვისწავლეთ. თქვენ შეგიძლიათ დაჯდეთ და გააკეთოთ სამაჯური. უპრობლემოდ. გრძელი, მოკლე, ყელსაბამი, ყველაფერი მოკლედ. მათ შორის ბეჭედიც თუ შესაფერის ბრტყელ იმას, რა ქვია, ბისერს იშოვით. მადლობა. დროებით.